ერაყი აცხადებს, რომ შექმნა ეროვნული მონაცემთა ბაზა დაახლოებით 6 მილიონი იარაღის აღრიცხვისთვის, რადგან ბაღდადი ცდილობს ყველა იარაღის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოაქციოს. შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებსაც საკუთარი იარაღი და სარდლობა აქვთ, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსაფრთხოების და პოლიტიკურ გამოწვევად რჩებიან. მთავრობა აცხადებს, რომ სახელმწიფოს კონტროლის გაძლიერება აუცილებელია ერაყის დასაცავად რეგიონში მზარდი დაძაბულობისგან, თუმცა გავლენიანი ირანთან დაკავშირებული ჯგუფები განიარაღებას ეწინააღმდეგებიან. დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდიაში ჩვენთან ერთად იმყოფება ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერანი. არიელ, ამ მონაცემთა ბაზის შექმნის იდეა ახალი არ არის. მითხარი, რას აკეთებს ეს და რა არის მისი მიზანი? დიახ, ეს არა მხოლოდ ახალი არ არის, არამედ მისი შექმნა 8 წელი გაგრძელდა. გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღეს. მუშაობა კი მხოლოდ 2023 წლის იანვარში დაიწყო. და ეხლა საბოლოოდ შეიქმნა ეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ცდილობს დაეხმაროს ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული დიდი რაოდენობით არალეგალური იარაღის კონტროლში. ანუ ერაყი ითვლება იმ ქვეყნად, სადაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფებაა. და ეს ერთ-ერთი გზა, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს. მაგრამ ვფიქრობ, ნიშნულოვანია აღვნიშნო, რომ ეს ძირითადად საჩვენებლად კეთდება. გულისხმობ იმას, რომ კი ერაყი ცდილობს წარმოაჩინოს ან შეითავსოს თანამედროვე წესრიგიანი ქვეყნის იერი, რომელსაც აქვს იარაღის კანონები, რეგისტრაცია და ასე შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯია. ჯერ უნდა გაარკვიო, რამდენი იარაღია ქვეყანაში. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი არის ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიების გაცემა. მესამე ნაბიჯი არის კონტროლი და იმის უზრუნველყოფა, რომ იარაღი მხოლოდ მათ ჰქონდეთ, ვისაც ლიცენზია აქვს. და შემდეგ ბოლო ნაბიჯი ძირითადად ისაა, როგორც ერაყის მთავრობა აღწერს, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების მიღწევა. ეს ძალიან რთული ამოცანაა ერაყისთვის, მაგრამ საბოლოოდ თავარი კითხვა აქ არის, რას ნიშნავს ეს ირანის მხარდაჭერილი მილიციებისთვის, სახალხო მობილიზაციის ძალებისთვის, რომელიც ნახევრად სამხედრო ორგანოა, მოქმედებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, მაგრამ დაფინანსებას ირანიდან იღებს. ჩემი გაგებით იმ საუბრებიდან, რაც მქონია ცხაროებთან, ამბობენ, რომ ეს მილიციები არა მხოლოდ არ ემორჩილებიან, არამედ სინამდვილეში ერაყის ხელისუფლება მიუახლოვდა, ან შევიდა, ან სცადა შესვა ჰარაქათ ან-ნუჯაბას შტაბ-ბინაში, რომელიც ირანის მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მილიცია ერაყში. და ისინი იქიდან გააძევეს, მას შემდეგ, რაც ცეცხლი გაუხსნეს. ასე რომ, ეს არის ძალიან ნათელი აღწერა ადგილზე არსებული რეალობის შესახებ. ასე რომ დიახ, ეს კარგია. ნებისმიერ თანამედროვე განვითარებულ ქვეყანას უნდა კონდეს რეესტრი, მაგრამ ეს არ მოიცავს მილიციებს, რომლებიც მოქმედებენ კანონის ფარგლებს გარეთ. და სწორედ ეს აშფოთებს ერაყის მთავრობას. ესე რომ, ეს მილიციები მთავარი გამოწვევებია, მაგრამ ისინი ერთადერთი გამოწვევა არ არიან. რას შეიძლება რეალურად შეცვალოს ეს რეესტრი, თუნდაც მათ მიაღწიონ მიზანს, გარდა იმისა, რომ ექნებათ ადმინისტრაციული მონაცემთა ბაზა. მართალია. ესე რომ კიდევ ერთხელ, ცეცხლსასროლი იარაღის რეესტრის ქონა, ლიცენზიების გაცემაც, ეს უზრუნველყოფთ, ან ეს ერთ-ერთი გზაა, რომ უზრუნველყოთ კანონი და წესრიგი თქვენს ქვეყანაში. და ერაყი ცნობილია კანონგარეშეობით. და ამიტომ ცდილობენ ამის გამოსწორებას. მაგრამ ეს მხოლოდ გავლენას მოახდენს მილიციებზე დაბალ დონეზე, ჩვეულებრივ ერაყელებსა და სამოქალაქო დონეზე. მაგრამ როგორც ვთქვი, ეს კარგია. მთლიანობაში ამ პროცესს არ ვაკრიტიკებ. I think ყველა ქვეყანას უნდა კონდეს registry და ყველა ქვეყანამ უნდა აგასრულოს თავისი იარაღის კანონები. და მხოლოდ სახელმწიფომ უნდა კონდეს იარაღის ფლობის მონოპოლია. თუმცა ეს ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. დიახ, ეს უზრუნველყოფს კანონიერებას და წესრიგს ჩვეულებრივ ერაყელ მოქალაქეებს შორის, მაგრამ ისინი არა მხოლოდ არ შეეხებიან მილიციებს, არამედ ვერ შეეხებიან მილიციებს. მილიციებმა დღეს აჩვენეს ეს, როცა მათ სცადეს გაეგოთ, რა ხდებოდა უბრალოდ ერთ ბაზაზე ჰარაქათ ალ-ნუჯაბას და შემდეგ მათ ესროლეს. ასე რომ ვფიქრობ, აჩვენებს, რომ ეს არაფრით მეტია ვიდრე, იცით, ამას შეგვიძლია სუვერენიტეტის სპექტაკლი უწოდოთ. საბოლოოდ ეს არ იქნება ის, რაც ირანის მხარდაჭერილ მილიციებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მისცემს ერაყში. კარგი, არიელ ოსანი, დიდი მადლობა.
და ერაყში ქვეყნის მასშტაბით ქრონიკული ელექტროენერგიის დეფიციტი მილიონებს ელექტროენერგიის შენარჩუნებას ურთულებს. ახლა კი აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ქუთში პროტესტები ძალადობრივ სახეს იღებს, სადაც ადგილობრივები ითხოვენ სამართლიან წილს იმ ელექტროენერგიიდან, რომელიც მათსავე პროვინციაში იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ერაყს უზარმაზარი ნავთობის მარაგები აქვს, ქვეყანა ძლიერ არის დამოკიდებული ირანულ გაზზე ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ხოლო კორუფციისა და წლების განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობის გამო ეროვნული ენერგოსისტემა კრიზისშია.